მე მინდა გაგახსენოთ თქვენც და საზოგადოებასაც ეს პროცესი პირველი მოცემულობა, როცა ფაქტები საჯაროდ გამოვიდა, ვნახეთ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება, ოფიციალური საჯარო განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, რომ ალე კოლისაშვილის მიმართ აღიძრა საქმე სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით. ეს მუხლი მოიცავდა 2-დან 5 წლამდე ბრალდებას. შემდეგ ვნახეთ 3-4 საათში ამ პროკურატურის განცხადება პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი. 3-4 საათში ვნახეთ პაპუაშვილის განცხადება, სადაც პარლამენტის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ პაპუაშვილმა შეაფასა ეს ქმედება, რომელსაც ალე კოლისაშვილს ედავებიან, არა იმ მოცემულობად, რაზეც პროკურატურა საუბრობს, არამედ ტერორიზმად. ეს მეორე ეტაპი. მესამე ეტაპი. გავიდა 24 საათი პაპუაშვილის განცხადებიდან და პროკურატურამ ბრალი, რომელიც პირველ ეტაპზე წარუდგინა, გადააკვალიფიცირა. ანუ პაპუაშვილმა რეალურად ეს ხდება ხოლმე ზოგადად. არაფერი არ ხდება. რაღაც წაყენება ხდება ერთი ბრალის და შემდეგ მეტი დეტალების გადააკვალიფიცირება. გადააკვალიფიცირა ბრალი ტერორიზმზე. ფაქტობრივი მოცემულობა იყო, რომ რეალურად პაპუაშვილმა გასცა დაკვეთა, ზეგავლენა მოახდინა პროკურატურაზე, იმიტომ რომ წარდგენილი ჰქონდა მას ბრალი უკვე. დაანონსა და თქვა, რომ ეს არის ტერორიზმი, 24 საათში პროკურატურამ ტერორიზმის ბრალდება წარუდგინა, შემდეგ უკვე გამოვიდა ისე პაპუაშვილი, რომელსაც საკუთარი ვებგვერდი სოციალურ ქსელში აქცია რაღაც საინფორმაციო სააგენტოდ, ხან გრიგოლ გეგელია გააზიარა, ხან სამუშია, ხან ქეთი თურაზაშვილი, ხანვინ და რაღაცა ვადებს გვიწესებდა თავისი ჭკუით. და პარალელურად შემდეგ მოხდა ის, რომ პაპუაშვილმა, კობახიძემ და სხვებმა დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმპცია აპრიორი ამ სასამართლოს პირობებშიც კი სანამ დაუმტკიცდება ან რაიმე ტიპის გამოძიება იქნება დავასრულებ ბოდიში ალე კოლისაშვილს ეს ბრალდება მანამდე ამბობენ რომ ალე კოლისაშვილი არის ტერორისტი და მასთან ნებისმიერი პირი რომელიც ახლოსაც კი ჩაივლის ის არის ტერორიზმთან თანამშრომლობს მყოფი და პარალელურად თვითონ ხო არ ღვევენ უდანაშაულობის პრეზუმპციას ჩვენც გვთხოვენ რომ თქვენც დაარღვიეთ უდანაშაულობის პრეზუმპცია და ამ ადამიანს გაემიჯეთ გარიცხეთო ალე კოლისაშვილმა თავად თქვა საიდან უნდა გავრიცხოთ ეს ადამიანი თავად არის თავისი პარტიის წევრი როგორც შეიძლება არ თუ წევრი თავმჯდომარე არის პარტია მოქალაქეების როგორც შეიძლება სხვა პარტიის თავმჯდომარე გავრიცხოთ ჩემი პარტიიდან რომელიც სხვა სუბიექტია ერთი არანაირი სტრუქტურული ერთობა არ არსებობს არც სამართლებრივად არც ფაქტობრივად უბრალოდ არ არსებობს სამართლებრივადაც შეზღუდულია რაიმე ტიპის კოალიციური სუბიექტის შექმნა და სხვა პარტიის თავმჯდომარე კანონი გვიკრძალავს რომ ერთ პარტიაში ოფიციალურად ვიყოთ სხვა პარტიის წევრია ვერ საიდან ვერ გაირიცხება